ვთვლი რომ შანსები ოთხივე გუნდს თანაბარი გვაქვს. ესე მეტოქეს ვერცერთს ვერ გამოყოფდი. თავისთავად სამივე ნაკრებზე ვიტყოდი რომ კარგად დაბალანსებული, ორგანიზებული გუნდები არიან. უფრო მეტად კონცენტრირებულები ვართ უკვე უშუალოდ პირველ თამაშზე პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ. გუნდი რომელიც საკმაოდ ესთაობა პოლონეთის საკმაოდ დიდი გამოცდილებით არის. მათი ესთაობა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი ექნა თამაშები, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი. მაგრამ დღეს როგორც პოლონეთი, ასევე ჩვენ და სლოვაკეთი, მონტენეგრო თანაბარ სიტუაციაში ვართ, ყველა ჯგუფში 0 ქულა გვიწერია, ჩვენ გვაქვს ჩვენი მიზნები, ჩვენი გეგმები. მე მჯერა ძალიან ჩემი ფეხბურთელების, მათი შესაძლებლობების და ყველა ჩვენთაგანს გათავისებული გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე გვაშორებს ყოველ სამი თამაში, ასე რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაღაც მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ეს შეგრება წარმატებულად ჩავამთავროთ და ვიასპარეზოთ ევროპის ჩემპიონატს. გუნდში ძალიან კარგი განწყობა არის, ვთვლი რომ თითოეული ჩვენგანი ძალიან კარგ ფორმაში ვართ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლა რთულია, იმიტომ რომ საუკეთესო გუნდები ხდებიან აქ მარტო და ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს იგივე ეროვნული ნაკრების და 20 წამნა ნაკრების, რომლებმაც დაძლიეს ეს ეტაპები და ჩვენთვისაც რა თქმა უნდა ეს დამატებითი мотиваცია არის და ვეცდებით ჩვენც ვასახელოთ საქართველოს როგორც ჩვენზე დიდმა ნაკრებმა ქნეს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ კიდევ ერთ ევროპის ჩემპიონატს ვთამაშებთ ზაფხულში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ფანების ფაქტორი და ყველას ვთხოვ, ვისაც საშუალება ექნება მოვიდნენ, დაგვიჭირო მხარი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის მათი მხარდაჭერა და გვერდში დგომა. კარგად არიან ბიჭები, კარგად მომზადებულები არიან და ჩემი აზრით კარგ კონდიციებში ვართ და შეგვიძლია ევროპაზე გასვლა. სახლის ფაქტორი ჩემი აზრით ძალიან დიდ როლს ითამაშებს ამ სამ თამაშში და ვფიქრობ, რომ უდიდესი შანსი გვაქვს ევროპაზე გასვლის.